გოს სამსახური მეორეს ვერ ნახავ დედამიწის ზურგზე და ესე უხდებოდეს გებეს მაიკა და მათემოტორსი კიდე იშვიათია. Ani შენ იმდენად შეაყვარე ქუთაისელებს, თავი ქუთაისელებს უყვარდი, მაგრამ იმდენად შეაყვარე თავი, რომ შენ გიჯერებენ და რო ეუნები, რომ ეს ავტომობილი შენთვის უკეთესია ვიდრე ის, ადამიანი არ გიწყებს საუბარს, რომ მართლა, იმიტომ რომ შენ ადამიანს ეუნები იმას, რაც არის სიმართლე. მე მინდა იმერეთის მოსახლეობას დიდი მადლობა გადაუხადო იმ დობისთვის, რასაც ენდობა ანის ამ კომპანიას და მის დამფუძნებელს და მთლიანად ჩვენს გუნდს. აი ესენი არიან აქ, ვისაც ხედავთ, შეხედეთ. ახალგაზრდები არიან, რამდენი წლის ხარ ბიზია? 25 წლის. შენ რამდენი ხარ ბიზია? 23. რამდენი წლის ხარ? შენ ასაკს არ ვიტყვი. შენ რამდენი წლის ხარ? 22. აი შეხედე. შენ? აი შენ? რამდენი? 14. თქვენ? აი ხო ხედავ? აი უყურე როგორ არის. მომავალი თაობის არის ეს ქვეყანა. ზოგი ამბობს, რომ კომპანიაში უნდა მოიყვანო ადამიანი, რომელმაც 3 ფუთი მარილი ჭამა არ უნდა, 3 ფუთის მარილი ჭამის დრო წავიდა. ახლა მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან განათლებულები და უფრო ითვისებენ, რაც საჭიროა საქმისთვის და სწავლობენ, ხო? ჩვენი დრო სხვა დრო იყო, დღეს სხვა დროა. ხვალ კიდე უფრო სხვა დრო მოდის. მოკლედ, იმდენად ყმაყოფილი ვარ ამ გაყიდვების არ ვიცი. ერთი გაყიდვების ყმაყოფილი ვარ, მაგრამ უყურე როგორ არის. რაც არ უნდა კონდეს ნივთი გასაყიდი, თუ ის ნივთი კარგად არ შეფუთე და კარგად არ აუხსენი ადამიანს, რომ ეს ნივთი შენ სარგებელს მოგიტანს, არ იყიდის, უნდა დაუმტკიცო. ამას ანი პირველი დღიდან ყველაფერს ახერხებს და მთელი ჩვენი გუნდი აი ამ გუნდს დიდ მადლობას გიხდით. უყურეთ რა არის. პირველი ცხოვრებაში არის ნდობის მოპოვება. მე გითხარი დღეს სუფრაზე, ნდობა რომ მოიპოვო, გინდა 1 საუკუნე და საქმის გაფუჭებას უნდა 1 წუთი. აქედან გამომდინარე, ნდობა უნდა მოიპოვო და ეს ნდობა უნდა შეინარჩუნო. ანიმ ქუთაისის ფილიალში ჩათვალე, რომ იმდენად ბევრი ავტომობილი გაყიდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო მეტი დიდი ცენტრი მქონდეს და გავაფართოვოთ და მაკეტი ამას წინა ჩვენ ვაჩვენებთ და